ძირითადად აქამდე რაზეც საუბრობდით, იყო ატომები და რა ხდება ატომში. ელექტრონები, პროტონი, ნეიტრონი, ვინ რას წარმოადგენს, ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ ატომებზე რომ იყოს ყველაფერი, ანუ მხოლოდ ატომები ცალკე რომ წარმოადგენდნენ მთელ სამყაროს და მეტი არაფერი ხდებოდეს, მაშინ არც ჩვენ ვიარსებებდით, იქნებოდა უბრალოდ ატომები აქეთ-იქით. მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო რაც არის ატომებთან დაკავშირებით, ზოგი ერთისთვის მაინც, არის თუ ერთმანეთთან როგორ ურთიერთქმედებენ ატომები, ანუ როგორ ამყარებენ ერთმანეთთან ბმას. ესე იგი, ბმა დავწეროთ, მოიცოთ დიდად დავწერ. ბმა არის რაც გვაინტერესებს და მოდი ერთ-ერთი ტიპის ბმა განვიხილოთ ამ ვიდეოში. ამისთვის მოდი დავიხმაროთ პერიოდული სისტემა და ვთქვათ საქმე გვაქვს ნატრიუმთან. ესე იგი, ნატრიუმი თუმცა რომ გამოვსახო მისი ვალენტური ელექტრონები, შემიძლია გამოვიყენო ეგრეთ წოდებული ლუისის ელექტრონული სტრუქტურა, ან იგივე ლუისის სტრუქტურა, ან წერტილოვანი სტრუქტურა, ბევრნაირად უძახიან, მაგრამ რადგან პირველ ჯგუფში არის ნატრიუმი, ვიცი რომ უბრალოდ ერთი ელექტრონი უნდა მივხატო. ეს არის და ეს. და მეორე მხრივ თუ ავიღებ ქლორს, რომელიც არის მე-7 ჯგუფში, ანუ ჰალოგენია, ხო? ქლორს თუ ავიღებ, ვიცი რომ ქლორის შემთხვევაში მაქვს, ესე იგი, მოდი დავხატოთ 1 2 3 4 5 6 7 ელექტრონი, მე-7 ჯგუფშია. ახლა, რა ვიცით პერიოდულ სისტემაზე? შეიძლება არ გვახსოვს პრინციპში, მაგრამ რაც უფრო მარჯვნივ მივდივართ და თან ზემოთ, თუ არ ჩავთვლით აი ამ ბოლო ჯგუფს, რომელთაც შევსებული აქვს თავიანთი გარე ელექტრონული შრე, დანარჩენები არიან ძალიან ელექტროუარყოფითი, ანუ ძალიან უყვართ მიტაცება ელექტრონის თავისკენ და აი განსაკუთრებით ახლა ქლორს, რომელიც 7 ვალენტური ელექტრონის პატრონია და ერთიც რომ კონდეს შეიუსებს გარეშრეს, ძალიან უნდა რომ წაიღოს საიდანმე ელექტრონი. და ამ დროს ნატრიუმს პირიქით ერთი ელექტრონის მოშორება უნდა და მასაც გარეშრე ექნება დასრულებული, ანუ რაც დარჩება იქნება სავსე გარეშრე. და რაც მოხდება, არის რომ ნატრიუმს წაართმევს ქლორი ელექტრონს. ანუ დაგვრჩება ნატრიუმი, რომელიც არის ახლა დადებითი მუხტის მქონე, იმიტომ რომ დაკარგა ელექტრონი, ესე იგი ჭარბით დადებითი მუხტი აქვს და აქეთ გვაქვს ახლა ქლორი, რომელსაც აქვს თავისი წინა 7 ელექტრონი და ამას დამატებული 1 ელექტრონი, რომელიც წაართვა ნატრიუმს. და შესაბამისად, ერთით ჭარბი რადგან აქვს, ექნება უარყოფითი მუხტი. და ამ დროს რა ვიცით რომ დადებითი და უარყოფითი მუხტი, ანუ საპირისპირო მუხტები ერთმანეთს მიიზიდავენ. შესაბამისად ეს ორი იონები მივიღეთ, ხო? მიიზიდავენ ერთმანეთს და ამიტომ გვექნება ნატრიუმი და ქლორი ერთად, ან სხვაგვარად ნატრიუმის ქლორიდი. და ალბათ მიხვდებოდით რომ ეს არის იონური ბმის მაგალითი.